რამდენად დაცულია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებები და ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვს თუ არა მათ წინაშე და ამ საქმებელს თემაზე ეკონომეტრის სტუმარია გოჩა ალექსანდრია, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე. ბატონ გოჩა, მოგესალმებით. გამარჯობა. ბატონ გოჩა, პირველ რიგში რომ ვისაუბროთ იმ 13 თანამშრომლის შესახებ, რომელთანაც ერთთვიანი ხელშეკრულებებია გაფორმებული, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული რეფორმის გეგმა. რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს, ფაქტობრივად ისინი ისე შეიძლება გათავისუფლდნენ, რომ კომპენსაციაც ვერ მიიღონ. არადა მათი ნაწილი წლებია მოამბეში მუშაობს. მე განმარტავ მათ თავის დროზე ჯერ 1 წლიანი, შემდეგ 3 თვიანი და ბოლოს უკვე თითო თვიანი ხელშეკრულებები უფორმდებათ. დიახ, ნამდვილად მოგესალმებით. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არის სრული უცოდინრობა და უპასუხისმგებლობა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მენეჯმენტების მხრიდან, შრომის კანონმდებლობისა და შრომითი ურთიერთობებისა. ის საკითხი, რაღაც თქვენ დაიწყეთ პირველი აი ამ საკითხით, ხო? ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად ღრმაა ეს უცოდინრობა, ან განზრახ ბოროტად გამოყენება და კანონის არ შესრულება დამსაქმებლების მხრიდან. მაგალითად, ამ 13 ადამიანს ეს ერთთვიანი კონტრაქტები, ან თუნდაც 3 თვიანი კონტრაქტების რომ გაფორმებოდათ, იქნებოდა უკანონო და არის უკანონო, რაც მათ მიმართ განხორციელდა, გამომდინარე იქიდან, რომ ელემენტარულად კანონის წამკითხვებს, ან იურიდიულ დეპარტამენტს, თვითონ ხელმძღვანელს რომ წაეკითხა შრომის კოდექსის მე-6 მუხლი, აღმოაჩენდა, რომ თუ არ აქვს ესე იგი ისეთი გარემო დამსაქმებელს, რომ მაგალითად ჭირდება სეზონურ სამუშაოზე ადამიანის დასაქმება, ან რამე გარკვეული მოცულობის სამუშაოზე დასაქმება, ან თქვა დეკრეტულ შუებულებაში მყოფი ადამიანის ჩანაცვლება დროებით. სხვა შემთხვევაში მას უფლება არ აქვს ვადიანი კონტრაქტი, 1 წელზე ნაკლები კონტრაქტი გაუფორმოს. შესაბამისად, ამ ადამიანებს ამ 13-ვეს უნდა ქონოდა არანაკლებ 1 წლისა კონტრაქტი. ეს კიდევ მეორე მათ შეუძლიათ გაასაჭირონ ეს კონტრაქტები. კი, რასაკვირველია, თავის დროზე სხვათა შორის ჩვენამაც თავაზობდით კიდეც ჩვენს კოლეგებს და ისინი უბრალოდ ფიქრობდნენ, რომ არ დაეძაბათ მდგომარეობა და კიდევ ერთხელ თქვათ რაღაც კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმიდან მათი მიზეზით არ ამოვარდნილიყვნენ. გახსოვთ თქვენ ხომ ზაფხულში იყო პროტესტი, იყო საგაფიცინო მდგომარეობა, კოლექტიური შრომითი დავა იქნა წამოწყებული, შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა მოლაპარაკებებში და მადლობა ღმერთს, მაშინ თავიდან იქნა არიდებული ყველაზე რადიკალური მოქმედება და გაფორმდა შეთანხმება. და იმ შეთანხმების ფარგლებში მედიის მუშაკთა პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის გაიწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი. მათ შორის იყო რეორგანიზაციის შემთხვევაში პროფკავშირთან კონსულტაციის საკითხი და სხვათა შორის ამას მოითხოვს ასევე საქართველოს კანონი პროფკავშირების შესახებ. მეორე, ასევე იქ იყო აღნიშნული, რომ ის 20%-იანი ხელფასების მატება, რომელიც განხორციელდა, არ იყო საკმარისი და რანგირებასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო, გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები. ანუ ეს პუნქტები, რომლებიც გაიწერა და რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ამ შემთხვევაში უგულებელყოფილია თუ არა? საქმეც ესაა, რომ უგულებელყოფილია. იქ ასევე იყო ერთ-ერთი პუნქტი იმ შეთანხმებაში, რომ რეგულარული ყოველთვიური მონიტორინგი უნდა განხორციელებულიყო ადმინისტრაციის და მედიის მუშაკთა პროფკავშირის მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებაზე. არც ეს შესრულებულა და მინდა აღვნიშნო, რომ კანონი პროფესიული კავშირების შესახებ ამბობს პირდაპირ, რომ თუ რეორგანიზაციას საჭიროებს ორგანიზაცია და დამსაქმებელი აპირებს, რომ გამოაცხადოს რეორგანიზაცია, მან არანაკლებ 2 თვით ადრე უნდა შეატყობინოს მოქმედ პროფკავშირს ამის შესახებ და დაიწყოს მასთან კონსულტაციები. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ შრომის კოდექსია მხოლოდ და ჯერ იმასაც არ ღვევენ, მაგრამ თითქოს მხოლოდ შრომის კოდექსია დამარეგულირებელი ურთიერთობების. ასე არ არის. კანონი პროფკავშირების შესახებ არავის გაუქმებია, ის არის ძალიან სერიოზული და ძლიერი კანონი და ნება იბოძონ და ყველამ ჩახედონ იმ კანონსაც და იმოქმედო კანონის შესაბამისად. გასაგებია, ბატონ გოჩა, მაყურებლისთვის რომ განმარტო, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოქმედებს 2 პროფკავშირი, რაც არ არის კანონს აწინააღმდეგო. იმ ფონზე, რაც დღეს გვაქვს, როდესაც რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს ყველა, თუმცა ჯერ არ არსებობს რეფორმის კონკრეტული დამტკიცებული გეგმა და მხოლოდ განხილვაა შემოთავაზებული. როგორი უნდა იყოს თანამშრომელთა მოთხოვნები და რამდენად ვალდებული არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა გაიზიაროს თანამშრომელთა ხედვები? მე მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან რამეს. საქართველოს თუა გაცხადებული ევროკავშირში გაწევრიანების თუ ინტეგრაციის კურსი, ვიზების ლიბერალიზაცია რომ ძალიან გვიხარია, რატო ჩვენი კურსი არის აი ამ დასავლური ცივილიზაციისკენ, ეს არ არის მხოლოდ უვიზოდ მიმოსვლა და ეს არ არის მხოლოდ დროშების ფრიალი, ევროკავშირის დროშების ფრიალი. ეს არის პირველ რიგში ჩვენს მოქმედებებში, მათ შორის პირველ რიგში შრომით ურთიერთობებში იმ კულტურის გადმოტანა, რაც ევროკავშირში და ევროპის ქვეყნებში არსებობს უკვე აწლეულებია. ანუ აქ რა იგულისხმება? არც ერთი ნორმალური კომპანია გნებავთ, კერძო გნებავთ სახელმწიფო ტელეკომპანია არ გამოაცხადებდა რეორგანიზაციას შრომით კოლექტივთან, მათ წარმომადგენლებთან, პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობის და კონსულტაციების გარეშე. არც ერთი ასეთი
კომპანიის მენეჯმენტი წინასწარ არ გამოაცხადებდა მოსალოდნელი შემცირების შესახებ, თუ არ წარმოადგენდა სოციალური უარყოფითი გავლენის შემამსუბუქებელი ზომების შესახებ. Როგორი იქნებოდა კომპენსაციები, როგორი იქნებოდა მაგალითად გასასვლელი დახმარებები, ან როგორი იქნებოდა უმუშევრობის შემწეობის საკითხი, ან მათი შემდგომი დასაქმების საკითხი. მით უმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო კომპანიაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და აქ საერთოდ არ ჩანს მთავრობის პასუხისმგებლობა, პარლამენტის პასუხისმგებლობა. აი, აბსოლუტურად უკულტურო გარემოში მიმდინარეობს, პირდაპირ თქვა, ევროპული კულტურის ნასახი არ არის აქ ნიშანწყალი არ ეთყობა ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, კონსულტაცია აუცილებელია და ეს კანონი, ჩვენი კანონი მოითხოვს ამას. რასაკვირველია და დასაქმებულებთან შეთანხმებაა საჭირო ამ საკითხებზე და მოკლედ ის სიტუაცია უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომელიც საშუალებას მისცემს შრომით კოლექტივს კი არ აღელდეს, კი არ იმაზე იფიქროს ხვალ თავი როგორ გადაირჩინოს. მე მოვისმინე თქვენი კოლეგების მოსაზრებები, ბევრს ბინა აქვს დაყადაღებული და ბანკის ვალიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი ამის თვითმკვლელობაზე ფიქრობს, თუ კი სამუშაოს დაკარგავს. ეს ყველაფერი ესე არ უნდა ხდებოდეს ცაზე მეხის გავარდნასავით. ეს არის სრული უცოდინარობა და მენეჯმენტის არ ცოდა, რაც ახლა თქვენთან ხდება. გასაგებია, ბატონ გოჩა, არსებობს ვარაუდი, რომ თანამშრომელთა ნაწილი შესაძლოა დაითხოვონ. რამდენად იძლევა თანამშრომელთა მასობრივი შემცირების შესაძლებლობას დღევანდელი კანონმდებლობა? როგორც ცნობილია, ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს ობიექტური პირობა. ანუ მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამორტიზებული შენობა, მაგალითად, ობიექტური პირობა არის ასეთი შემცირებისთვის? ამორტიზებული შენობა შესაძლებელია იყოს ობიექტური პირობა, თუ სხვა შენობა არ არსებობს. და თუ წინასწარ თადარიგი არ დაიჭირა დამსაქმებელმა და თუ ის არ მოიქცა გონივრულად და ერთშენიერ დღეს მხოლოდ გამოიყენა ეს მიზეზად. რა თქმა უნდა, ეს არის ეს არის უპასუხისმგებლობა, რაც ახლა თქვენთან ხდება, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა წინა მენეჯმენტის და ასევე ამ მენეჯმენტისაც, იმიტომ რომ ეს მოწყობილობები რომ მოძველებული იყო უკვე, მრავალი წელია, ყველასთვის ცნობილია. და თუ კი არ ჩაიდო საკმარისი ინვესტიცია ტექნიკის გაახლებაში და აპარატურის შეძენაში, ეს უნდა მოვკითხოთ იმ მენეჯმენტს, რომელიც ტაშპანდურით გააცილეს და კაციშვილი პასუხს არ ათხოვს. და სხვათა შორის იმ მენეჯმენტის დანატოვრები მრავლად არიან ამ მენეჯმენტშიც. აი ეს არის პირველ რიგში გასარკვევი და არა ის, უნდა დაიხუროს გადაცემები და ხალხი უნდა გათავისუფლდეს თუ არა. ჯერ ისაა გასარკვევი, ვინ დაარღვია, ვისი უპასუხისმგებლობის და ცუდი მენეჯმენტის, არაეფექტური მენეჯმენტის გამო მოხდა ეს. რადგან ჩვენ დაზღვეული არ ვართ, არც ჩვენ ჩვეულებრივი მოსახლეობა, ვინც ვიხდით გადასახადებს და არც თქვენ თანამშრომლები, რომ იგივე არ განმეორდება ამავე მენეჯმენტის ხელში. გასაგებია, ბატონ გოჩა, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომის შინაგანი წესი, რომელიც 2015 წლის აპრილში არის მიღებული და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ. ამ განაწესით პუნქტი 16.6 ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ხელფასი, პროფესიული განათლება, კვალიფიკაცია ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად და ამ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვს მენეჯმენტს და არც სხვა თანამშრომლებს. რამდენად სამართლიანია თქვენი აზრით ასეთი ჩანაწერის არსებობა საჯარო დაწესებულებასთან განხორციელებულ ორგანიზაციაში, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და ვის აქვს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება? საქართველოში არსებობს უკვე 2 წელზე მეტია კანონი მონაცემთა პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ. და იმ კანონში გაწერილია თუ როგორ უნდა იყოს დაცული ეს მონაცემები. ისეთი მონაცემები, როგორიც არის ხელფასი, პროფესია, კვალიფიკაცია და ამ შემდეგ ეს არ არის საიდუმლო. ეხლა თუ უნდა მენეჯმენტს შეიძლება ისეთი რაღაცების ჩაწეროს იქ და თქვას, რომ კონფიდენციალურია, რომელიც საღაზრს არ ექვემდებარება. ასევეა ამ შემთხვევაშიც. მაგალითად, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა იყოს კონფიდენციალური და შესაძლოა აიკრძალოს ადამიანს, რომ თქვათ ეს გაახმოვანოს, მაგრამ მეორე ხელფასის თემა, ანივე პროფესიული კვალიფიკაციის თემა, ეს არის პირადი ადამიანის პირადი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს ჩანაწერი არასწორი არის. რასაკვირველია არასწორი არის და მაშინ როდესაც 2015-ში ეს ჩანაწერი გაკეთდა შინაგან წესში, მაინტერესებს შეთანხმებული თუ იყო შინაგან წესი შრომის კოდექსის შესაბამისად დასაქმებულებთან, იყო თუ არა გავლილი შრომით კოლექტივთან, იმიტომ რომ შინაგან წესი თავისი შინაარსით უნდა იყოს დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ასე ინფორმირებას ადამიანებისა, მომუშავე ადამიანები უნდა იყვნენ ამაში ჩართული და ჩაბმული ამ პროცესში და ხლა ვიღაცამ დაწერა კოლექტივს არ შეეკითხა და შემდეგ უკვე ვაწყდებით ასეთ პრობლემებს. თუმცა ეს ყველაფერი დამტკიცებული არის ბორდის მიერ. გასაგებია რომ დამტკიცებული და ბორთანაც გვაქვს შეკითხვები. ეხლა ის 400 მილიონის გაფლანგვის საკითხი თუ არ ვიცი, ბოდიში მისთვის გამოთქვისთვის, მაგრამ უკვე ითქვა და მეც გამოი კარმუშკის შექმნა და ასე შემდეგ. ვის წინაშე ვის ასე თქვა თვალწი ხდებოდა ეს ამბავი? სამეთვალყურეო საბჭო სად იყო ამ დროს? თუ კი დღევანდელი დირექტორი ამბობს, რომ ეს კარმუშკები იქნებოდა, მაშინ რატომ არ იჩნდება კითხვა იგივე სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ
და ასე შემდეგ. ანუ პირველ რიგში აქ კოლექტივს კი არ უნდა ელაპარაკონ ასე თითისქნებით და ვიღაცები თავისუფლებას აძლევენ და კადრულობენ და ეუბნებიან რაღაცა არაკვალიფიციური ხალხი მუშაობს. ჯერ მათი კვალიფიკაციაში მოვიკითხოთ, ვინც სხვას არაკვალიფიცირებას წამებს და მერე ვთქვათ, ჯერ ერთმანეთში გაარკვიონ. რა ხდება და როგორ ხდება და შემდეგ უკვე ილაპარაკო შემცირებებზე, რეორგანიზაციაზე და სხვა ასეთ თემებზე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. გოცა ალექსანდრია, გაერთიანებული პროფესიული კავშირების